მშვიდობა ყველას ძმებო-დებო, ახლობლებო, ნათესავებო, ამხანაგებო მეგობრებო, თანასხმელებო, რა ვიცი კიდო, თანა, ესკურსანტებო, როგორ ახართ? იმედია, ალბათ ამ საღამოს ალბათ უკვე ყველას გძინავთ, თქვენთან ალბათ მალე უკვე თენდება, იმედია, ალბათ რა დაწექი, თუ გაგახსენდა, თუ არ გაგახსენდა, არა პრობლემა, ამ საღამოს გაიხსენე. მე მაგალითად, მე ჭუის მასწავლებელი არა ვარ და არც თქვენი სწავლება მინდა ჭუის. უბრალოდ გეხმარებით იმაში, რაც კარგია და სასარგებლო არის ყოველი ჩვენთაგანისათვის. ამ დილას ვილაპარაკე იმაზე, რომ როცა გაიღვიძებ, მე მგონი რაღაცა მაინც აგემართება, ამდენი ჩემი ტირიტირით და რიტინით. შეიძლება მაინც რაღაცა პატარა მაინც დაგამახსოვდეს. ერთ დილას გაიღვიძებ და გაგახსენდება ერთი მაბეზარა ვიღაცა, ერთი ქებურიათო ვიღაც უბედურისთავი, რომ აიჩემა ყოველ დილას. გადავიხადე მადლება ღმერთს, გადავიხადე თვალები რო გაახილე, ერთი, მეორე, ერთი და იგივე. ალბათ რამე ჩაითესება და შენი ერთ დილას გაიღვიძებ და გაგახსენდება ალბათ და იტყვი. ღმერთო, იმდენი მელაპარაკა იმ ვიღაცამ, თავქარიანმა ჩამითესა ალბათ და ალბათ აიხედა ვერ კარგ დილაზე იტყვი. მართლა მადლობა ღმერთო, რომ პირველად შეიძლება თქვა, ალბათ შენ მაძლევ ღმერთო სიცოცხლეს. აბა საიდან მოდის? ხოდა რა ვიცი, შენ მაძლევ თუ არ მაძლევ, მაინც დიდება შენ და. ხოდა შენი კიდე დღეს იტყვი. ჭეშმარიტად მადლობა ღმერთო. იმიტომ რომ შენ მაძლევ. ეს რწმენა გააკეთებს ამას. იმიტომ რომ მეგობრებო, რწმენა მოდის სმენისაგან. ხოლო სმენა ღმერთის სიტყვისაგან. უყურე როგორ არის ეს. იცით ალბათ, რას გავაკეთებ. ჭიდა რწმენა კასტოის ტოიეს. ესე იგი. ეს რას პავლემ თქვა რასახარებაში წერია, რომ რწმენა მოდის სმენისაგან, ხოლო სმენა ღმერთის სიტყვისაგან, კლუბ რო შეაბრუნებ, უყურეს როგორ არის. იღებ ღმერთის სიტყვას, სახარებას და კითხულობ. და როცა კითხულობ ღმერთის სიტყვას, ეს რო ისმენ. მაგალითად, მე ახლა თუ ავტობუსში ვარ და თუ ვიღაცას ძინავს და რაღაცა იქ არ დავიწყებ, ასე თქვა იესო. და როცა მარტო ვარ და საშუალო გზაზე ვარ, სახლში ვარ, არავის არ ძინავს, ვიღებ და გულში კი არ გეთხოვებ. გეთხოვებ ასე. ნუ შეიყვარეთ ქვეყნიერებას. აღვე, სადგე ვარ. მეკურთხეული. ასე კი არ გეთხოვებ გულში. ასე კითხულობ, იმიტომ რომ როცა შენ კითხულობ, ეს ერთია. როცა შენ კითხულობ და იმეორებ, იესონა ეს ხო უთხრა, არ მოშორდესო ეს რჯული სიტყვები შენს ბაგეებს. То есть ილაპარაკე. შენ ლაპარაკობ ღმერთის სიტყვას,
გესმის, დუაინოი პორცია მოდის, უსილიონი მიდის. და მაგალითად სად გულში ვკითხულობ და სად ნუ შეიყვარებ ქვეყნიერებას, ნურც იმას რაც ქვეყნიერებაზეა. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. მე წავიკითხოთ ბოლომდე. ვინაიდან ყოველივე რაც ქვეყნიერებაზეა, მირე. ეს უარი რა არის? ხორციელი გულის თქმა. იგით. მაინც აგარტყავდა მატჩი, სერიალი, კიდევ რაღაცები. ხორციელი გულის თქმა. შენ გინდა, იმიტომ რომ გულის თქმა აქვს. თვალთა ხორციელი გულის თქმა. მერე თვალთა გულის თქმა. სტადიონი. და ამაო დიდება ცხოვრებისა. დონე ცხოვრებისა. ნუ გასაბარაგოს ღმერთი. მამისგან კი არა. მამისგან არა. ხორციელი გულის თქმა. თვალები რო გიპირჭანს იქ და დაჭყეტილი რო გაგზი ბარტყივი თვალები და ყველაფერს ასე რო უყურებ. კაცებს, ქალებს, ფულს, სიმდიდრეს, ვიღაცის სახლს, ვიღაცის მანქანას, ვიღაცის ცოლს, ვიღაცის რა ვიცი გასო დიდებას, ბიზნესს. ვიღაცის გუნდი რომ მოიგებს ცუდად რო ხდები. თვალთა გულის თქმა და ამაო დიდება ცხოვრების ღმერთისაგან არ არის. ეს არის ქვეყნიერებისაგან. ქვეყნიერებაზე რა თქვა იესომ? აი მოდის ქვეყნიერების მთავარი. და იესომ თქვა მას ჩემში არაფერი არ გაჩნია. იესომ თქვა აი მოდის ქვეყნიერების თავარი. სატანაზე თქვა. როცა და საჭიროა მოდიოდა და იესომ თქვა და მას ჩემში არაფერი არ გაჩნია. ეხლა შეგვიძლია ჩვენს თქვათ აი სატანა ქვეყნიერებას ვაფშე არ აღჩენს არაფერი. ეშმაკი დავარდება სიცილით მოეტკინება მუცელი. იტყვის ვაფშე მე მაქვს იქ ბაზარი გახსნილი, სავაჭრო ცენტრი მაქვს მასში გახსნილი. არა მაქვს კი არა, ვაფშე ჩემი ის არის იქ ბიზნესი მაქვს გახსნილი, ეს კი არ არის. კი მორწმუნეა, მაგრამ დააქირავა. დამიქირავა ისა. დავიქირავე მასში. სამწუხაროდ ასეა. ზოგში ცოტა, ზოგში ბევრი და ზოგში საერთოდ ტაზარიას კიდე გახსნილი. ქვეყნიერებას გადადის და მისი გულის ხმანის. ყველაფერი წარმავალია ასე. ჭლებ და გაქრება. ღმერთის ნების აღსრულებელი ირჩება უკუნისად. ახლა რა მოაყოლე მეს ადგილი. აი რწმენას მენისაგან როცა შენ ისმენ. ჩემგან ისმენ, მადლობა უთხარი. რო დაწექი მადლობა უთხარი. რო ადეგი ღმერთს მადლობა უთხარი. აგიჩიმე მამაზა საწახვალ. ხეს რო უთხავ გახმება. რო უთხავ გაიხარებს. მე არ ვიცი თქვენ რა გწამთ და როგორ გწამთ, მაგრამ გახმი არტო ანდაზად მომისმენია, მაგრამ გამხმარი ხე რო აყვავდა ამის მომსწრე ვარ მე თვითონ. მე ჩემმა თვალებმა ნახეს. და უყურე თუ დაიჯერეთ ისა და თუ არა და თქვენი ამბავს განიცდით. მე ზუგდიდში ცხოვრობდი ოქტომბრის ქუჩაზე 39 ნომერში. არა, ესე იგი 24 სახლი იყო იქ, კვილის პოლინიკის ზევით. როცა ვინმეს უღებდნენ მე მესმოდა ყველაფერი. და ერთხელ ბალკონიდან ვიყურები და ჩემ სახლის წინ
ისა იქ დიდი ნაძვისხე იდგა, კიდე რაღაც ბუჩქი იყო გაყვავებული და კიდე მეორე ბუჩქი და იცით ახლა ლამაზად იყო იქ. ქალაქის ცენტრი ხო ისე ულიანი თავს სპეციალურად და მე ფეხებზე გიდიათ. როგორც ყველგან ისე. და როცა ღამის სეანსი მთავრდებოდა ფილმები, ხო? იქ გვერდით 1-2 წუთში მე ის იყო. ზუგდიდის კინოთეატრი. როცა მთავრდებოდა ეს კინო, ეს 12 საათიანი თუ რაღაცა. ზოგი მთვრალი, ზოგი ისა გათიშული რაღაც სხვადასხვანაირი პრეპარატებით, როცა მოვიდოდნენ მაინც ჩემ ან იქ ცოტა იქით, ან ხან აქეთ უკაცრავად შარდავდნენ ამ იმასთან ბუჩქთან. და უკაცრავად იმდენი მოისტუმრეს, რომ გაახმეს საწყალი ხე. ხო და ერთ დღეს უყურე ბალკონიდან და მაგრამ მე ეს ხე ხო წვანე იყო ეს. ხე კი არ იყო, დიდი ბუჩქია. ჩემზე უფრო მაღალი იყო. თითქმის ხედი იქცეოდა, მაგრამ კარგი ნორმალური ბუჩქი იყო და უყურე რაღაცა ცოცხლი დგას. მიხაგისფერი. ხო, ნახიათ გადმობნეული ცოცხლი. აი ასე გაფერჩხინებული ცოცხლი. რაღაც წიგნები მაქვს წაკითხული რწმენაზე, ეს ის რომ ასე პრავას გლაშენია რომ უიტყვი რწმენით განთავისუფლებს სიტყვას. აი ესო თქვა ვის ეწყვის რწმენით. აი როგორც გახმა ის ლეღვის ხე, ხო? იესომ რომ თქვა გახმია. და რა გახმა და მე იესომ რომ თქვა თუ ელყით ამ თას ამოიფხვრე ზღვაში გადავარდი. აი სიტყვის ძალაზე იყო ვიღას ხადაგებდა. ვიღაცი წიგნი წავიკითხე, სად იყო მაშინ ეს? ეს YouTube და Facebook-ი და ახლა ის რა როგორც ბალოვანი ბავშვებივით რომ რას გინდა იმას უყურებ და რას მოგვეწონება და არ მოგვეწონება, ასარჩევი როგორც ხადაგებები ისე არ იყო იმ დროს. თუ ჩაგივარდებოდა წიგნი, ძლიანად ვჭამდით იმას. აი ეს ხორცს არ შევარჩენდით და დავძიზგნიდით იმ წიგნს. ხო და წაკითხული იმას აქვს წიგნი რწმენაზე და უყურებ გაზ და ჩემი ხე ლამაზი ბუჩქებიანი ხე დგას აქ ცოცხლით. ჩავედი. ეხლა იმ ლაპარაკობ თქვენ გძინავ და არავის არ გაწუხებთ. რომ გაიღვიძებ დახტებათ ცხელი ლავაში, ქართული. ლავაში მიდო ვიხმარი ალბათ. მომენატრე ქართული ლავაში. მესხურებული. ხო და ჩავედი მეგობრებო. მიიღეთ, არავინ არ არის. მე არ ნახოს ახლა ვიღასთან აი. ხელები მინახა დავადო ამ ხეს. ამ ცოცხლით გამხმარ ხეს. ქონდა ალბათ რწმენა იმ დროს. იმიტომ რომ რწმენა ხომ სმენისაგან მოდის და სმენა ღმერთის სიტყვიდან და ის კაცი ქადაგებდა იესოს სიტყვებს იმ წიგნში. ასეთია რწმენა, ასეთია. რა არის კაცი სათვალე მიგეთ იესო. ასე ყოველ პირველ კითხვას შევეშვი. ხო და მივიხედი არავინ არ არის. დავავლია ორივე ხელები და ვიღაც უფალო მეთქი. ვაცხადებ შენს სახელს. დაიარა უფალო მეთქი შეხომ როცა თქვი სიტყვა. იმიტომ რომ იქ ნაყოფი არ იყო და შენ მოგშივდა და უნდა ყოფილიყო და არ იყო შენ სიტყვით თქვი და გახმა. აი ასე მეთქი ღმერთო, როგორც ის ნედლი ხმე გახმა. აი ასე ეს გამხმარი ხე გასასხლეს მეთქი შენი სახელით. ილოც დავადები ხელები. ეხლა ვინმეს ვერ ვენახე, იყო და რაღაც მაგარი პლანია კახას მოწეული. უკვე ხელზე გადავიდა. და არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა. ბევრი ხანი არ გასულა. ვერ მოგატყილებთ. რა იცი? გამახსენდა, რომ ამას წინათ რამოდენიმე დღე იყო თუ 1-2 აჰა გასკეს 3 კვირა იყო, მეტი არ იქნებოდა.
ისე სიარაჯენ ბალკონზე და უყურებ ხალხს. თვალი მომიღე და ცოცხლზე. და დენ უპასებ ღმერთთან მაშინ დენ დარტყმულივი დაგვარდიზებით. უყურებასო და ისა ფოთლები ასხია. გული ამიჩქარდა. მერე რას ქიგაცეს? მეორე ბუჩქი ხო არ იყო მერგის? არა კაცო, იმ ხესა და ამ ხეს შორის არის ერთი ბუჩქი. მოხდა სასწაული. ცოცხლით გამხმარი ხე აყვავდა. მე ამას რა ჯერ ერთი მე ნუ იფიქრებ რომ ვიღაზა რა სიმჭიდება მაშინ ტყუილი და ღმერთის წინაშე აქ ისა ტყუილი ეს ცოდვა საერთოდ ტყუილი საერთოდ არის წყევლა იმიტომ რომ წერია არც ერთი მატყუარა ვერ რჩება სასופეოში არა ჩემთვის მოგება ნუ რა ვინიფიქრე რაღაცა ზიგონეს ბურდღუნობს აქ უბრალოდ ხანდისხან მიყვარს იმისი ლაპარაკი რაც გადამხდა თავს რაც მომხდარა იმას მოვაყოლე სიტყვას ასე რომ იმდენ ზაგელაპარაკები იმ გამხმარი ცოცხლებით გამხმარი ხე რო იყო ისე რომ აყვავდა ისე ერშვენი ერთ დღეს აყვავდები მადლობა დაიწყებ ღმერთს მადლობა შეძირა და იწყი ღმერთო აკურთხეს ირა წვერებიანი ერთი რა მიჩემერდა იგივე და რომ მეზარებოდა იმისი მოსვენა და ღმერთო მე წინამდე კი არა კურთხევი შენ რომ დამლოს და მაკურთხო და კურთხევა გამიგზავნო პირიქით მადლობას დაგიხდი მეტი რა ერთი შეკითხვა ერთი რაღაცაზე მინდოდა ლაპარაკი მაგრამ რა ვიცი და ხუმრობის ხასიათიც ვარ მეგობრებო რახან სუდიც შევყევით 1993 სადღაც და მივდივარ ქალაქის ცენტრში და შემხდნენ ბიჭები ერთი ლაერდუმე მეორეს ეს სექტანტი გახდაო რას ქვია გაწეს კაი ბიჭი იყო ერთხელ ცოლთან ერთად შემარცხინა ერთმა უკაცრავ გადავხდი ახლა მივდივარდი ბულვარში მე დაცმები ეკლესიის წევრები მოვდივართ კაცო იმ დროს ეკლესიის ხოზეს ვიყავი და მოვდივარ ეკლესიის წევრები აქეთ დიაკვანი აქეთ გალობლების ჯგუფი გუნდი ლიდერი მოვდივარ რაღაც მეები აქეთ კიდო პარტიის საბადიოს მეები დები ჩვენ ყველანი არ იყო ის დიდი და პატარა მადლობა ღმერთს რა დრო მახსოვს იქ არ იყო ის ვიღაცა ხუცესი და ვიღაცა დიაკვანი და ვიღაცა ახალ ჩვენ ყველანი ერთი ვიყავით პირადად მე ასე ვცნობდი და ერთმა ნახა იქ და დედო ვინ მოდის და ეუბნება ახლა მეორეს შენ იციო ეს ვინ იყო საწყალი არ მისცემდა ხა და არ ვიცი კი აღამცემს ბიჭო ეს იყო სუფთა ბრადიაგა იმან ვითომ კურდულად შემაგო და მე ხალხის წინაშე დგაგაც დების მე ხალბატონები უკვე მე ესე ჩასმული მოკაზმული აქ აი ახლა გაჩერდება ვითომ არ გაჩერდა ეს იყო სუფთა ბრადიაგა და ეს გაგების კაცი ჩვენებურია და ეხლა რა ის კაცი სკოლის მასწავლებელთან ბრადიაგა და ესე რას ქვია უკაცო ეს რა ბრადიაგა კაი ბიჭი იყო და რას ქვია სექტანტი გახდა ეწყინათ ვითომ ის დამცველები მყავს ესენი აქ არა და ეხლა ხან მე დარწმუნებული ვარ
იქ 5-დან 6-დან 5 წიგ ნარკოტიკები ედოთ სადღაც ცუდ ამბებს ისა ხაზავდნენ ალბათ იქ მათ ტვინში არაფერი არ ერეოდა ნორმალური ხო და ეწყინათ მე რომ სახარებისეული მორწმუნე გავხდი და სექტანტი გავხდი ვითომ ხო და რატო გეუბნებით ისე იმიტომ გეუბნებით რომ ცოტა სრაცილოა მე ბოლოს და ალბათ ერთი უფრო სულიერი გამოჩნდა მე მგონი შორიდან მისოდა თუ ახლდა რომ გასწრებული მქონოდა ან და რომ ესნე იმდეს არ იტყოდა შენო არა ხარო მართლმადიდებელი ეს რა გაგები თუ არა ვარ მართლმადიდებელი მე ვარ თუ სიტყვით შენ თუ გინდა რომ მე მართლა ვადიდებ თუ არა ღმერთს მე ვარ მართლა მადიდებელი ღმერთის მაგრამ შენ თუ გულისხმებ პაპებს მღვდელებს წვერებიანზე შავანაფორ ყვავებით რო დადიანი ხარი მე არა ვარ იქიდან გავიქეცი მე ვხარი რატომ არა ჭიდაში არ იხედებიან მუხარი ვაფშე არც იცი არ სადაწერია და ეს ეხლა რაღაცას რო იწყები ლაპარაკზე მაშინ საერთოდ მღვდელმა არ იცოდა რა წეწერა სახარებაში დამერწმუნე თამაში კაც იყო ამის შემთხვევა და სხვა დროს გეტყვით სასაცილო ამბავს ისა ჩვენი ზმა ხოცეს რომანი გაჩეჩილაძეს გადახდა ერთი იმას ქორწილში ეს კურიოზი მე რინა სხვა დროს მოგიყვებით და ეწყინათ ისეც რომ მე იქ არა ვარ აბა ღმერთიო და დიხვა მოსახერხია ჩემო ზმა შეგიძლიაო პირჯვარი გადაიწერო მეურებრივ არა ბიჭო ის არასოდეს არსი არ გააკეთებს ესე მე მგონი ის кайფში იყო ვიღაც მე მგონიო ალბათ ისა სატანა არისო ხო ასე რომ ვერ გააკეთებს ის შაბათი შოხო გინახია და ერთი ნარკომანი როა და როებნია მეორეს მინახია იმიტომ ლაპარაკობთ ძველად რაღაც არა კარგად არაუბნება ერთა გაშალეო კუდიო ისე მე მგონი იმ დონეზე იყო ის ხო და ამიჩემეს შენო გეშინიაო ჯვრის არა გასურასია მე შინია ჯვრის მე ვხარ თუ გინდა გააკეთაო პირჯვარი გადაიწერა არა ბიჭო ეს შეიძლება სულ სხვა არის მაგრამ მე ვგზენ ხადაობენ თუ მართლა მე მგონი მართლა ისა სერიოზულად ლაპარაკობდნენ მე მგონი სერიოზულად ლაპარაკობდნენ და მე უფრო მე მგონი ცოტა ის რაღაც ჭირდათ იმათ იქ გარეული ქონდათ რაღაც ხო და არა ამას ახლა ჯვარი რო დაკიდო კივილით გაიგზავნა თუ იმას მელაპარაკებია რომ ჯვარი ვითომ ჩვენ ევანგელისტებს არ შეგვიძლია დაკიდება და მე ვთქვი აო გაიხსნა ის და მოიტანა აო მე ჯვარი მაქვსო მე ვარო ნამდვილი მორწმუნე ვთქვი მეც მაქვს გასე ჯვარი მე იქ უკვე ხო ვხედავდი იქ რომ დავდიოდი ხადაგებდი და ამისანა ის სიტუაციები მქონდა რამოდენიმეჯერ და ჩვეულებრივ რაღაც ხისგან გამოთვალე ჩემი ხელით ლამაზი რაღაც მოხის ის იყო გამოვთვალე ჯვარი და გავხვიდე ის ჯვარი და ჩამოვიკიდე ამათვის ამ მიზეზის მძებნელთათვის ხო და ამას კიდო ჯვარიო და რაკთან ახლა მე ვთხარი ესე იგი შენ ამბობ მეთქი რომ მე თუ
ჯვარი მიყიდია, მე ნამდვილი მორწმუნე ვარ. ანდა შენ თუ გიყიდია ჯვარი, შენ მართლმადიდებელი ხარ მეთქი? აბა რაო? და იმდენი რაღაცებს ლაპარაკობენ, უკვე არ მომწონს, უკვე მე ზუდიდელი ვარ კაცო და ესენი ამათთან წინათ არც ლაპარაკს ვიყადრებდი და არც გავჩერდებოდი, მაგრამ ახლა მე თავს ვიმდაბლებ და ამათთან მინდა რამდენად ქრისტე უთხრა მას ამ საზღვრებს. და ესენი ისე ლაპარაკობენ თითქოს ესენი უფრო წმინდანები არიან. არა და უკვე რაღაცა ერევათ უკვე მათ უკვე მოდის ის რაღაცა რაც გადაყლაპეს რაღაც გააკეთეს იქ. და მე ვეუბნები. მე ყველაზე კეთიათ მეთქი ჯვარი აქვს. თქვენ ხომ ჩემზე გადმოდიხართ იერიზზე. თქვენ ყველაზე კეთიათ მეთქი ჯვარია. მე ოქროს მაქვს, მე სუფთა იერუსალიმიდან ჩამოტანელიო და ასე დიდი მოწიწებით ამოიღეს ეს ჯვარები. დაკოცნეს, ჩაიდეს. და ხო ის ზუგდიდი მაშინ. როგორ გამიხარდა. რა სამხიარო რაღაც და ერთი გამიხარდა ერთი პიროვნების ნახვა. მიხსნა. ღმერთმა ისეთი რაღაც სასაცილო და რა ისი მე ასე ერთ წამში რაღაც რა ისი რა მოხდა? რაღაცა ისინი დამსხრია. გააშეშა, მე მგონი გაუარეს რაღაც რო გაიკეთეს რაღაცები. ასე მე მგონი დატოვა იმ გრძნობებმა ნეტარებაში რო იყვნენ. ეს ცეცხლს წყალს რო დაასხა, ისი რაღაც გაუკეთე. ღმერთმა გაუკეთა. როგორ გამიხარდა ამ პიროვნების ნახვა, რომ ხედავ ქალაქის ცენტრში მოდის ერთი პიროვნება. და უკეთია ჯვარი. და ეს იყო წროხა. ხო ეს მეგრელეს ისა რაღაც არ შეგვილოცონ. მეგრულად გევაგომსაკვანია და აუ ჩამოუკიდებენ იმას. წროხას, ამ თხებს, ამ ცხვრებს, ჯვრებს, რომ ისა ცუდი თვალი არ მოხდეს. მე უზღარი მეგობრებო, კიდე ერთი თქვენი მართლმადიდებელი მოდის აგერა. კიდე ერთი თქვენი რწმენი, თქვენი პადელნიკი, თქვენი ერთი რწმენის ის მოდის მეთქი კიდე აგერ. ჯვარი უკეთია მეთქი ისერზე. და მე რაღაც გაბედულება მომეცა და ლაპარაკობ. მას ჯვარი უკეთია მეთქი. ეს ნიშნავს მეთქი, რომ მას ღმერთი სწამს. ის ვაფშე არ მოთხარი ასე, ვინ შექმნა. არც იცნობს ვინ არის იესო ქრისტე. მას ვიღაცამ ჩამოკიდე მოთხარი ჯვარი. ჯვარი არ ნიშნავს მოთხარი, რომ შენ მორწმუნე ხარ. იესომ თქვა მეთქი, რომ ვინც არ აიღებს თავის ჯვარს. ჯვარი არის მეთქი საერთოდ ყველაზე უფრო პაზორნი ადგილი, სამარცხვინო ადგილი, ეს არის თავის უარყოფა. ეს არის სიკვდილის, ხო იცი, ელექტროსკამი. ელექტროდენდრო კლავი კაც. ისა მოთხარი ჯვარი. ვინც თავს არ დაიმდაბლებს, ვინც თავს არ უარყოფს. და არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება. იმაზე თქვა მეთქი იესო. თუ ასე არ გააკეთებ, არ ახარ ჩემი ღირსი. თორე შენ რომ ჯვარი, მე ვთხარი რა რაზნიცაა თქვენ შორის, მე ვთხარი. კიდევ აი რა მცენზე. მე ვთხარი იმასაც ჯვარი უკიდია, შენ ჯვარი გიგიდია. მე ვთხარი შენ გახეთქი კაიფში ხარ. გადავედი მე ატაკაზე. მე ვთხარი შენ კაიფში ხარ. შენ პლანის მოწეული ხარ, მე ვთხარი. შენ მგონი კუკნარის ნაჭამი ხარ, ოპიუმის ქვეშ ხარ. შენ კიდევ ვაფშე არ ვიცი, მე ვთხარი ვინ ხარ საერთოდ არ გიცნობა. მე ვთხარი რა რაზნიცა შენ რომ ღმერთის მორწმუნე იყო, განა კაიფში, გახეთქილ კაიფში, ანდა როგორ ბედა მეთქი, შენ გახეთქილ კაიფში ჯვარი გიყიდია მეთქი, თუ ეს შენთვის წმინდაა. შენთვის არა მე ვთხარი წმინდა ეს რაღაცა მარიაჟი მე ვთხარია. შენ არა ხარ. მე ვთხარი არის მეთქი სწორი, როცა კაც ვინც ქურდი არ არის, ვარასკოის ზვეზდები აქვს.
და რაღაცები დაიწყე ქურდული ისინი გაუკეთე პრიამები დაიწყეს თვალის ისა ფათქუნი მეუთხარი ასე მეუთხარი შენ რომ აფასებდე ჯვარს და შენთვის წმინდა რო იყოს შენ კაიფში არ იქნები შენ ხელში გეკარება ჩემსავი სახარება და იქ ადაგებდი მეუთხარი იესოს თუნდაც შენებურად მართლმადიდებლურად სადა მეუთხარი შენი სახარება დაუწყე წვერის ძავლება და ასე უთხარი მეგობრებო მეთქი ნუ დაემსგავსებით მეუთხარი ამ ძროხას რომელსაც ჯვარი უკიდია და წმენის ნატამალი არ გააჩნია აბა კარგად მეუთხარი მე წავედი საკრებულოში უნდა ვიქადაგო მეთქი და წავედი და მიხსნა ღმერთმა იმ ძროხისგან ასე რომ სულ სხვას ლაპარაკი მინდოდა სულ სხვა დაამთავრე და აი ეს ცოტა სახომარო და ხასიაზე მოგიყვანთ ალბათ დილით მე უკვე მალე დავეძინებ სანამ დავეძინებდი გავედი გარეთ ქუჩაში სიწყნარე იყო ვილოცე ჩემს შვილებზე ვილოცე ჩემს შვილებზე სათითაოდ ერთი მეორე მესამე ბიჭი ერთი გათხოვილი გოგო მეორე გათხოვილი გოგო მესამე შვილებზე ჩემს შვილზე ჩემს მეუღლეზე ჩემს სიზეებზე ყველაზე ვინც ნათესავები კიდო იქ გულში მყავს ადამიანები რომლებსაც სურვილი ჩამედო რომ ვიშუამდგომლო ვილოცო სადღაც ჩქარებოდეს ეს მე არ სამსახურში მაგვიანდება ხარ სადღაც ძალიან კარგად გავისეირნი იქით აქეთ ვილოცე უთხარი უფალ მთელი დღის განმავლობაში სიტყვის საქმით აზრით ფიქრით ნებით უნებლიეთ რითაც გაწყენინი არა ისე თქვი არა ისე მოვიკეცი რაც ან შევამჩნი არ შევამჩნი მაბადი გამწმინდი შენი წმინდა სისხლი გამასუნთავი და მეხმარე უფალ რაც დღეს ვერ ნახე ხვალ ნახო უფრო სულთად ვიყო უფრო მეტად გასიამოვნო უფრო მეტად დავიცვა შენი სიტყვა შენგან სიყვარულიდან გამომდინარე მომეცინე ხმარდა შენი სიტყვის წყურვილი სურვილი შენი სახის ძიების ლოცვებში ჩავაბარე ღმერთს მოვემზადე დასაწყოთ მე რაღაც მომივიდა სურვილი მერხი ვინახულებ ჩემს უხილავ ასნობებს რაღაც პატარა თემა მქონდა პატარა აზრი მქონდა მაგრამ იმას ალბათ თუ ხვალ მეცალა ან ზეგ მაშინ თუ არ დავიწყე ეს იმის მეშინია შეპირების კიდე გადავდო და ეხლა შენ მალე გაიღვიძებ და როგორ გამიხარდება თუ ვინმე მომწერს ვინც არ ლოცულობ თუ ვინც ლოცულობს და იმას რომ თქვა მე ლოცულობო მე ვთქვი დიდება ვქოთ მაგრამ ვინც არ ლოცულობდა არ ქონდა ეს პრივიჩკა ეს ჩვევა და ვინაც რაღაც მოვიდა წყურვილი სურვილი რაღაც წლილი გამიჩნდა მე მათ ცხოვრებაში რომ ვიღაცამ დაიწყო მადლიერება და თუ ერთ სიტყვას მომწერდით ეს გამიხარდებოდა აბა მეტყვილი და მშვიდი ძილი და კაი სიზმრები ღვთისგან და თქვენ კი კურთხეული დილა კურთხეული წარმატებები ამ დღეს და ყოველი კარს გისურვებთ აბაჰე და აბაჰო უფალმა გაკურთხოთ და დაგლოცოთ ასე რომ მართლა ჩვენც უნდა გავსხოვდებოდეთ იმ ძროხებისგან და იმ თხებისგან და იმ ცხვებისგან მაგრამ ღმერთს ისე უყვარხარ რომ წარმოიდგინე რომ ამ დილასას გაგაღვიძებს და როცა გაახელ თვალს იცი როგორ შეხედო ღმერთს იმიტომ კი არ გაცოცხლებს ღმერთი რომ რაღაცამ შენგან მადლობა მითხარი ბიჭო მადლობა იმიტომ გაღვიძებს რომ უყვარხარ
უბრალოდ თუ მადლობას ვერ ეტყვი. კი ეტყვი შენ, მაგრამ ერთი სიყვარულის მზერაც ესროლი ღმერთს. ხო იცი გოგო და ბიჭი, უსიტყვოდ კიდევ უხსნიან სიყვარულს, თვალებით, წვავენ ერთმანეთს. შეხედე სიყვარულით ღმერთს, ის ყველაფერს ხედავს, რომ არც თქვა, იესომ თქვა სანამ თქვენ ილოცებდით და იტყვიო, ღმერთმა უკვე იცისო თქვენი სათხოვარი. ასე რომ რწმენი და სიყვარულის თვალებიდან შეხედე ღმერთს, გაახარე მისი გული, აბა შენ იცი, ხოლმე გაგურთხოს.